ერისწავლების სამრევლო სკოლა უფლის კარავში დამთავრდა კიდევ ერთი ბანაკის დღეები. დიდება და მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის, რომ აქ მოეწყო ეს სივრცე ამ ბავშვებისათვის. დაახლოებით 80 ბავშვი იყო. ზოგი თვითონ ამ ჩვენ სივრცეში არსებულ ოთახებში და ზოგი ოჯახებში ყავდა გადანაწილებული. მე უფი ანდრიას როცა კურთხევით, ასეთი ბანაკები პერიოდულად ეწყობა ხოლმე. მადლობა მინდა უთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც გვერდში უდგას ჩვენი სამრევლო სკოლის ფუნქციონირებას, ფიზიკურად, მატერიალურად, ლოცვით, თუ გამხნევებით, ყველანაირად. ეს ამის გარეშე აქ არაფერი არ იქნება. მადლობელი ვარ ყველას მიმართ და ღმერთმა შეუწიროს ყველა ადამიანს ეს გაწეული ზრონა. მადლობა ამ ბავშვების მშობლებს, რომლებმაც ესეთი კარგი შვილები აღზარდეს. მადლობა ღმერთს, რომ ამ ბავშვებს შესაძლებლობა ეძლევათ აქ ერთმანეთი გაიცნონ, გამეგობრდნენ, იმხიარულონ. არა, იმას დაამფუყე ხმა. და იცოდნენ, რომ ესე იგი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მათ ეგულებათ მეგობრები. იმიტომ რომ ეს ბავშვები სხვადასხვა კუთხიდან იყვნენ ჩამოსულები. ზოგი ადგილობრივი იყო, ზოგი სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული და ისინი ნელა უკვე ერთმანეთს იცნობდნენ. ზოგი პირველად შეხვდა, ზოგი მეორე, ზოგი მესამე ბანაკია უკვე ერთად არიან და იმედი გვაქვს ჩვენ, რომ ისინი ერთმანეთისათვის იმედები იქნებიან, რომ სადღაც გაახსენდებათ, რომ ჩვენ ყავს ამ კუთხეში ასეთი ერთგული ადამიანი, რომელსაც ღმერთიც უყვარს, ჩვენც უყვარვართ, თავის სამშობლოც უყვარს და ასე ღირსეულად ატარებს თავის ცხოვრებას. ეს ჩვენი სამშობლოსთვის ვფიქრობ პატარა დადებული კენჭია, რომელსაც ღმერთი თავისი მადლით გვაკეთებინა. ღმერთმა დალოცოს თითოეული აქ მოსვლელი ბავშვი.